Virbato მეგობრებო, მიესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი ქალბატონი ანა დოლიძე. ანა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში. თურმე პირველად ხარ, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. ეხლა ბევრი გეგმები გაქვთ და მე ისეთი ჩაიფიქრე, ეხლა ვიცი რომ ძალიან ისეთი საინტერესო თემები არის შენს გარშემო, მაგალითად მერობაზე არის ამბავი, ხო? ეხლა ცუდი სურვილია? ხო. მაგას ჩავიფიქრე. ხო, აი რაღაცა ისეთი უნდა ჩავიფიქროთ, ხო? აი მერობაზე, ხო, ამაზე ვისაუბრებთ. მანამდე მინდა მოგილოცოთ შვილის შეძენა, მერთმა გაგიზარდოთ. დიდი მადლობა. სახელია დაარქვით. და სახელი დავარქვით ცოტა ნაკლებად გავრცელებული კრავაი. როგორ? აი, ყველა ეგრე მეკითხება. ყველა მეუნები წაიკითხეთ საქართველოს ისტორია. ხო, ანუ ეხლა ესე უცბად უნდა გაიხსენო, ეხლა სად ხდება კრავაი. ხო, კრავაი ჯაყელი იყო თამარ მეფის დროს. თამარ მეფეს ხო ქონდა მოლაპარაკებები ყუთლუ ასლანთან. დიახ. და თამარ მეფის დროს თამარ მეფემ წააგზავნა კრავაი ჯაყელი და იმის დაქალი ხვაშაკი ცოქალი დღევანდელი გაგებით დაქალი. დიახ. და მათ ძალიან წარმატებით ჩაატარეს ეს მოლაპარაკება. მაგათ მაგარი ქალი იყო და მაგიტომ გადავწყვიტეთ რომ კრავაი დაგვერქვა. ანუ ფასილიტატორის სახელი დაარქვი ხო. ხო, ამე 6 თვე ზუსტად რომ იწევდა ბავშვის გაჩენა, სულ ფასილიტატორები იყვნენ. კი ბატონო, მიერთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი. იცი რა უნდა კითხო? ეხლა მაგალითად, ნუ პოლიტიკაში ხარ ძალიან ჩართული. კი. ძალიან თან რა და თან ეხლა ეს ბავშვი შვილი შეგეძინა. ახლა როგორ ფიქრობ, არ არის რთული ახლა, იმიტომ რომ პატარა ბავშვი პატარაა ჯერ. ხო? ხო, ნუ ახლა სულ რაღაცა ყურადღებით უნდა იყო. ახლა გასაგებია რომ რაღაცა მომრჩეველს შეიძლება შეხვდე და დიდი დრო წაიღოს ამ ყველაფერს და პარტიულ საქმიანობაში დიდი დრო წაიღო. მაგრამ რანაირად აი ბავშვთან ერთად აი როგორ პარტიაშიც ხომ არ ატარებ რა ახლა ბავშვს. ჯერ არა, მაგრამ მე ვატარებ. მე ვატარებ. ამ დროს ჩემ უფროს შვილს ვატარებ. ეხლა ნამახვანს ემყავდა მაგალითად ნამახვანის ამბებზე და კრავაის რაც შეეხება, მოკლედ აი რა 1000 ნაწილად ვარ გაპობილი რა თქმა უნდა და ეხლა ამას წინათ ძალიან ძიმე დებატში ვიყავი სატელევიზიოში მოხვედრილი, აი ისეთი წივილკიულია ჩხუბი ძაღლი პატრონს ვესნობს. ხო და უსებ ვიღებ SMS და ყველას გონია რომ ამ SMS-ებში რაღაც პოლიტიკოსები სულ იმაში რაღაცა ურეკავს შტაბიდან და მე კიდე ვიღებ SMS და წერია ვაშა, ბავშვმა კაკუშკები გააკეთა. მეძრა, რა მაგარი, ხო იცი ხა პატარა ბავშვი რო ყავს რა, გაზები, ძინავს, ელემენტარული თემებია. აქ არის, აი, ისეთი ცეცხლია და მე კიდე აგურა. ნამახვანზე იბძი იქ რაღაცა. ეს ამბავია. ქართული მიწა იყიდება რაღაცა და უცბად ბავშვმა კაკაშკი აქ ორმაგი ისი ხარ. არა, ის არის რა, მშობელს პატარ-პატარ რაღაცები საკმაოდ რა თქმა უნდა. კი ბატონო. მოკლედ ეხლა გადავიდეთ მერობაზე შესთავაზე ოპოზიცია შენი თავი. ხო. ხო? ანუ ესე იგი შესთავაზე და ეხლა ელოდები რას? რომ და უნდა დამირეკონ. დამირეკავენ. ელოდები. დამირეკეს ხათაშავს ეგრე კი არა. აბა. ბატონო. არა, თქვენ ტელეფონი უნდა გამოდო. აუ, ეგ უკვე გააკეთა ვიღაცამ და მე არა კაიდია. როგორც გააკეთა და მერობაზე თუ კაიდია. აღერება დამირეკეთ. არა, კაი. დაურეკეთ ანას. ხო. კაი იქნება ეგა და. ხო. მაგრამ როგორ ფიქრობ ახლა ნუ თბილისის მერობაზე ნუ ახლა ძალიან ისეთი განაცხადია. რთულია, ხო იცით, მაგრამ თბილისის მერობა არ არის მარტივი საქმე. ხო იცით, ძალიან ბევრი პრობლემაა ქალაქში. კი. რამდენი პრობლემაა დათვლილი თუ გაქვს? კი, 1617. 1617. ხო. 1617 ვიცოდი, მე 17 აღარ ვახ. 17 პრობლემაც არის. კი, რაღაც ხიდია სადღაც გასაკეთებელი. ხო. აუ, ძალიან ბევრი პრობლემებია და ჰაერიდან დაწყებული, მითი რა კანალიზაციით დამთავრებული და მე მგონი თან ამ კორონა მაგრამ მოგვისწრო რა, იმიტომ რომ ან კორონა მოკლავ, თუ კორონა არ მოკლავს, მაშინ უჰაერობა მოკლავს ჩვენ ქალაქში, ხო? ეს პირბადე წარგვა. ზუსტად მოგვისწრო. პირბადე ციარული, მაინც დაგჭირდება კორონას მერეც რა. მაგრამ რა არის, აი მთავარი პრობლემები მაინც რა არის? ახლა ნუ ბევრი პრობლემაა ქალაქში, ხო? ახლა ნუ სკვერები არა გვაქვს, ბევრი. გამწვანების ამბავი ძალიან პრობლემა არის, ხო? ერთი. ნუ სოციალური ამბები ძალიან ბევრია, ახლა რა მოთვლის. კი. კორპუსებში რავი ლიფტები
ლიფტების საშინელი პრობლემაა. შეხვალ სულ მაგას ფიქრობ. ლიფტს გამოიძახე, პირველი უნდა გადაიწერო, რომ შეხვიდე ჩამოხვალ. მადლობა მოუხადო. თუ რა არის? ეგრე არ არის? ხო, აი მართლა. აი ძველ ლიფტებში შევდივარ ყოველთვის, აი ლოცვით ავდივარ. კიდე ყველაფერს ფიქრობ, ინანიებ, ოდის ჭიხტი, ურეკა, ვისაც აწყვენინი არა? ეგრე აი ხო. კიდე ეგრე ადიხარ, კი და ამიტომ ცოტა რთული ამბავია. აბა ტუალეტების ამბავი ქალაქში ხო არ არის ხო? საშინელი ამბავი. ალაძე კი რაღაცა ტუალეტები გააკეთა, რაღაცები ჩადგა, მაგრამ მაინც საკმარისი არ არის, ასე მგონია. ხო, არა, ეხა ეს არის 21 საუკუნის ქალაქი. ხო. ვითომ აბრეშუმის გზის რაღაც ეპიცენტრი და ტურისტებს ველოდებით და ნუ რეალურად ელემენტარული პირობები არა გვაქვს რა. პირობები არა. ნუ ახლა ერთი რაც მამშვიდებს და მაწყნარებს ანა ის არის რომ ეს ჭკვიანი ურნები მოესწრო და გაკეთდა და 30000-იანი ღირდა რა. არა. შენეგა თქვი რა. ჭკვიანი ურნა რო ჭკვიანია ხო? იმაში ღირს რა ფულის გადახდა რა. რაც კარგია უნდა გადაიხადო რა. ხო ვიცი მაგრამ შემარდაგე თამომა. არა ხო, მთავარია რომ ვაკეში გვაქვს ჭკვიანი ურნები. ხო და ეხლა ცოტა გარეუბნებშიც რომ 1-2 კაი ჭკვიანი ურნაც ჩაიგდას, ხო, უფრო კაი იქნება. ეხლა მიდე გადავიდე თემაზე, ეს არის არჩევნები 2020. ეს იყო შენი იყო რაღაცნაირად უფრო გამორჩეული შემთხვევა. დიდუბე ჩუღურეთში იყრიდი კენჭს და იყო ესე რომ მეორე ტურში გადახვედი, ანუ გაიმარჯვე, გადახვედი, ანუ პირველი ვოლსკი გავიდა პირველი. კი, რაღაც 6 წუთით. ხო. ანუ არა, 6 წუთი იყო. მეორე გაიმარჯვე არჩევნებში და ესე იგი და უცბად მეરે ცოტა ხანში წააგე. ხო. ხო? ანუ ამდენი ესე 6 წუთი იზეიმი ზუსტად. ხო, ზუსტად 6 წუთი. აი ეს ვაუ, რაღაც შამპანიური და უცებ რა ხდება და ეს 2000 ხმა უცებ. ახტა და სად ვიღაცასთან წავიდა. გადახტა. ხო. და რავი, ხალხი დამივარდა შტაბში, გული წავიდა და მოკლედ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ რა. ფაქტიურად რამდენი პროცენტი აიღეთ? 18. 18%. ო, არ არის პატარა რიცხვი ხე ნორმალურია 18, მაგრამ ნუ მე მეგონი ზურა ჯაფარიძე რაღაცა ამბავი იყო. ხო, მე აღმოჩნდა რომ ზურას ჩემზე მეტი ხმები ქონდა და ხო, რავი, მოკლედ, მაგრამ იცი რა მოხდა? კაი რაღაცაც იყო ამაში ყველაფერში. ზოგი ჭირი მარგებელია. იმიტომ რომ ბოიკოტს ავწდი. აი 6 თვიან წვალებას, აი ამ იმებს, რა ქვია, სასტუმროებში სიაროს და ღამის თენებას და რა მე-6 რაუნდი და მე-8 რაუნდი და მე-3 რაუნდი და ფასილიტატორები და შამიშეთან ყავისმას ავწდი, იმიტომ რომ მეორე ტურში არ ვიყავი. აი მაგას გადარჩენილი ხარ, კი ბატონო. ზოგადად პირველად იყრიდი კენჭს. პირველად ხო? პირველად იყრიდი, კარდაკარძეს პირველად მოგიწია სიარული. კი, პირველად. რამდენად ისეთია, აი კარდაკარზე სიარული ახლა მაინც ხო იცი. აი მეგონი რთული. კარდაკარი ძალიან მაგარია ჯამთელობისთვის. ანუ ძალიან. ანუ რა არის, თელი დღე ქუჩაში დადიხარ, დღეში გადიხარ. აი სხვათა შორის ახლა ხო გვექნება კიდე კარდაკარი რა, საარჩევნოთ და მე მოუწოდებ ყველას, ვისაც აქვს გახდომის და წონის პრობლემა, იმიტომ რომ გასახდომა ძალიან მაგარია. შემოუერთდი. ხო, მეც ყველას ხო, გასახდომა, აი დღეში გადიხარ 5-6 კილომეტრს, ალბათ თუ სწორი კვების რეჟიმით 500 გრამს დაიკლებ. 500 გრამს შეულებროთ, გარანტიას იძლევა, არის ადამიანი. ხო. წონაში კლების გარანტიას იძლევა, რომ თუ მასთან ერთად ივლით, ანუ აქ რაღაც სექტემბრიდან ვიწყებთ. ჩვენ მეთოდია. თავისი ანადოლიძის მეთოდი. კი, ეგრე. გახდომის ანადოლიძის. ეგრე გიგი უგულავა იმ დიეტით შევიდა ისტორიაში და მეც მინდა რა. მე სპეციალური მეთოდი. ხო, მაგრამ შეიტანო. მაგრამ მან ხო არის ხა მოსახლეობა ყოველთვის აი რაღაცა ან სახში უკაკუნებ ხო? ახლა ხო. და ნუ გეპატიჟება ყოველთვის შემოდი ამბავია ხო? ძალიან ეგ არის ძალიან მაგარი. ხო. ყველაზე მაგარი პროცესი ეგ არის, იმიტომ რომ აი დილას რო გამოდიხარ, ვინც კარდაკარში ნაყოფი იცის. ხო. მთელი დღე იმ უბანში რა სჭამს ქალაქი იცი. აი ეს ხო დადიხარ სადარბაზოში. როგორ ხა დილას იწყებ ყავა, ჩაი, მერე შუა დღეს ბორში, სენდვიჩი, ქათამი, აი ესე კარო დადიხარ კარს აღებენ და საჭმლის სუნი გამოდის ხო სამზარეულოდან. და
ყველგან იცის ვინას ჭამს რა. ყველგან იცი ვინას ჭამს. ყველგან იცი ვის რისი საშუალება აქვს. კი ბატონო. მე თვითონ გეპატიჟებიან და ესე იგი დღის ბოლოს ერთი 15 ყავა გაქვს დალეული თუ ქშიოდან ნაჭამი გაქვს და მე მგონი ხო ეხლა მე ხალი ვარ და ისე არა კაც პოლიტიკოსებს მე მგონი ალოთებს ეს არჩევნები. მოდი დავლიოთ და დღის ბოლოს არ ვიცი იქ რა ხდება. კი ვიცი გამიგია. იცი გულისცემა საკონტროლებ ქალაქს. კი გამიგია რომ ეს კაცი მაჟორიტარები ძირითადად უფრო ანუ იმათ უფრო სასმელს თავაზობენ რა ზოგი შამპანურს უხსნის ზოგი კონიაკს ახვედრებს ხო იცი ეს ძველი ყაიდის ხალხის ტრადიციები არსებობს აი მაგალითად იყო ხოლმე ადრე რომ ექიმი რომ მოდიოდა სახში იქ ცოტა კონიაკს დაუსხავდა ჩაუხავდა და წავიდოდა ხო ხო ეგრეა ანუ ზუსტად კი მაგრამ მაინც არის ხოლმე რომ აი ახლა წინა საარჩევნოთ ხო ბევრი ახალ ადამიანი რაღაც პრობლემებს გაწუხებს მაგრამ როგორც ეს რაღაცა ესეთი ყოფითი პრობლემები არის, მაგრამ არის მაგალითად ხა როგორც იურის ისეც ხომ გაწუხებენ, ხო? ძალიან ბევრი. ანუ ხომ აწუხებენ თხოვნებით და მე ნახევარი კიდე არის, რომ აი ქალბატონო ანა თქვენ ხო იურისტი ხართ, იურისტები ყავთ და ხო. იქნება ამ სამართლებრივ საკითხში მომეხმაროთ, რაღაც დაგვიწეროთ, განცხადება დაგვიწეროთ და ერთხელ მოვიდა ერთი იქით ვართ დეკაბრისტების ქუჩაზე, დეკაბრისტების ქუჩაზე ქონდა ოფისი და მოდის კაცი ქაბოტონ არა ქაბოტონ ანასთან მაქვს საქმე, ესენი უნებენ იქნებ ჩვენ დავწეროთ, მოგეხმაროთ. არა რაღაცა იდეა მაქვს შეთავაზებაო და ანამ უნდა გააკეთოს ეს. როგორც იურისტმა მჭირდებაო დახმარებაო, ხო? ხო, როგორც იურისტმა მაგას შეუძლია ეს დაწეროსო, გაიტანოსო. კაი მეთქი ახლა და გამოვედი, ხვდები ველაპარაკები, დააშთა თავი წარმოადგინა რაღაცა და მე უნება რომ ეგეთი შეთავაზება მაქვს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა გასწორდესო. აუცილებლადო. ხო, იურიდიულად გასწორდეს. კი, იურიდიულად აუცილებლად უნდა გასწორდესო. ბიბლიაში არის ცვლილება შესატანიო. რომელში? ძველახთქმაში. ძველახთქმაში. ხო და თან სანამ გავიგებდი რა ზე იყო ლაპარაკი, მეთქი ხო არ მეჩვენება კარგად და ძველახთ ძალიან გთხოვთო ეს ცვლილება გაიტანოთო, იქ ერთ ადგილას არასწორად არის წარმოდგენელიო რაღაც აბელს და კაინსო ის დაყავდაო კიდეო და ხო და მე ამას ვისმენ და არ ვი რა უნდა ვქნა არ ვიცი ახლა და მოკლედ ეს უნდა დაწეროთ თქვენ და ეს ცვლილება უნდა შეიტანოთ ძალიან ეს საკითხი გამისწორეთ აქ სად აგზავნი ამ დროს რომ აუ არ ვიცი არ ვატიკანში აგზავნი მე ხო რა ვიცი სად აგზავნი თუ აქ რაღაცა ხელხაზე დარეკეთ საპატრიარქოში აგზავნი ცვლილებას ბიბლიაში შეიტანო სასაულია მოკლედ კარგი გადავიდით ახლა ერთ თემაზე ეს არის შენი ერთ-ერთი მთავარი პოლიგონი ომის ეს არის სასამართლო, ხო? არ გამახსენო. იუსტიციის საბჭოში იყავი, ხო? და ძირითადად ეს რაღაცა ჩემი მოსამართლეები. ანუ შესწირებ მთელი ეს შენი ნახევარი კარიერა მოსამართლეებთან ბრძოლას. ხო. ახლა ესე იყო რა. აი, ახლა მაგალითად აი ეს კლანი, ხო, მოსამართლეების რეალურად ანუ ფაქტობრივად შენი გაშიფრულია, რომ აი რა კლანში რა ხდება რა, ანუ შიგნით როგორი არის აი მაგალითად იერარქია დალაგებული რა. ხო, მაგალითად ძალიან საინტერესოა. ხო. დაახლოებით ისეთივე იერარქია აქვს, როგორც აი თქვა ქურდულ სამყაროში, ხო, აი რაღაც არაფორმალური იერარქია, ხო? აქაც ეგეთი იერარქია, მე კარგად დავაკვირდი მე მაგას. ესე იგი, იწყება ყველაფერი, ხო, ყველა კითხულობს, რომ აი ვინაა მთავარი. ხო. მთავარი ტიპი არ ჩანს. მამა ტვინი, ეგრეთ დავარქვათ. მამა ტვინი, ანუ ვინც ყველაფერს წყვეტს და რაღაცებს ჩხიბავს, ის ტიპი არ ჩანს. ანუ ის არის სასამართლოში უშუალოდ. კი, უშუალოდ სასამართლოშია, თავშია, მაგრამ არ ეკომფორტულება ხალხთან კომუნიკაცია ძირითადად, მაგრამ თავალ სცენარებს მოკლედ ეს ადამიანი წერს და ფიქრობს, კომბინაციებს. ხო. მე მას ყავს ესეთი დამლაგებელი, ანუ კრიმინალურ საყაროში. ეს არის ქვედასაფეხური. კი, ეს ტიპები არიან, ვინც ალაგებენ. ხო. შეუძლია ხალხთან კომუნიკაცია, ცოტა ისიც არის, უხეშიც არის ხშირად და აი ეს ტიპი რაღაცებით გამოირჩევა ხონთ. ეხლა მაგ იუსტიციის საბჭოში ცოტა რომ დააკვირდი, აგრევე მიხვდები რა, აი ადვილი ახსაქმელია. ეს დამლაგებელს მიხვდები, ვინც არის, მაგალითად, როგორია, ჩაცმულობით როგორია? კი, ჩაცმულობითაც მიხვდები, ესე იგი აი გასაღებები რო არის, გასაღებები და მანქანის გასაღებები რო ესე უნდა დააგდო მაგიდაზე, ხო იცი ეგ ხალხი? ძალიან დიდი საათი, ალბათ ძვირი და ოქროს ბრასლეტი.
კიდე ჯინსები და დიდი ბოლო ტელეფონი. აი ჯერ არ არის გამოსული და ის ტელეფონი. ძალიან. ძალიან დიდი. და აი აქ დევს. ეს ულაგია მაგიდა. ეს არის დამლაგებელი. ეს არის დამლაგებელი, ხო. გადავედ ქვემოთ, ჩამოვი. მაგის ქვემოთ არის ჩუმი ხალხი. ხო. ეგენი პოლიტიკაშიც არიან, მაგას ვეძახი შლაგბაუმებს. შლაგბაუმი რატო? იმიტომ რომ მაგათი ხმა არის მის და იქ არის ძირითადად რისთვის, რომ აწიოს ხელი და კენჭი უყაროს რაღაც გადაწყვეტილებებს. შლაგბაუმია. ძალიან. არა, ვერ გამოიხედავ და აქეთ უცებ ყველა ხელს აწევს. დაწევს. დაწევს. ეგ არის შლაგბაუმი. შლაგბაუმი. ეგეთები ხო არიან პოლიტიკა. ბევრი არიან, ხო ეგენი? ეგ არის მასა. მასა თავად. მე რა არის, ქვევით კიდე არა მე? კი, კიდე არის ერთი ჯგუფი. ეგეც ძალიან უფრო ჩანან, აი რა ჯგუფიც ჩანს, ეგ არის ხუთოსნები. ეგ ხუთოსნები კიდე კატეგორია. კი, არიან, ხო, გონი, არიან. ეხლა ნახე, ამ ყველაფერს რომ მოიფიქრებს ვიღაცა, რაღაცა მზაკრობას და უბედურებას. ვიღაცა მერე შეასრულებს, ამას დასაბუთება და ახსნა, ხო, უნდა რომ ჩვენ ვიყიდოთ. ანუ ჩვენ ხალხმა დაიჯეროს. ამისთვის ეს ამ ხალხს არ შეუძლია, გაიგე? ამას სჭირდება ნასწავლი ადამიანი. ამიტომ ყავთ ესეთი ტიპაჟები, რომელიც არის შედარებით ნასწავლი. ხო. რომელიც იმ ყველაფერს მერე გამოდის და ხალხს უსაბუთებს. ეს ხუთოსნები. დამბოლებლები ეს. ხო, აი ზუსტად. დამბოლებლები, გამправებელი რაც გინდა ის და. ვინა ერთ-ერთი ხუთოსანი მითხარი. კობახიძე. კობახიძე. ბესპარტიულად. პარტიული კობახიძე ხუთოსანი, ხო? აბარა. ეგ ფუნქცია აქვს მაგას, რომ ყველაფერი, აი რაც არის უბედურება უნდა გამოვიდეს და ახსნას. ხო, შეულებრივად ადამიანებმა დაიჯერონ ძალიან მარტივად. ხო, აქეთკენაც ნუ მოკლედ სასამართლოშიც ეს ჯგუფი საჭიროა რა, თორე ეს ყველაფერი ხო უნდა იგივე იმ შარმილსაც ხო უნდა აუხსნა, რატო აკეთებ ამ რაღაცა უბედურებას. ხო და რადგანაც ეს სასამართლო სისტემას კარგად იცნობ, მე მინდა რამდენიმე ესეთი კითხვა გამოცანა დაგისვა. თუ გამოიცნობ, ხო, აი? მაგალითად, რანაირად მოახერხა უვადო მოსამართლემ 14 ბინის და 3 სახლის აშენება თბილისის ელიტარულ უბანში, თუ მას 3 წლის მანძილზე თვეში 4000 ლარი ჰქონდა ხელფასი. მაგარი ფოკუსია. ხო, აი, მითხარ პასუხი გამეცი, რანაირად შეიძლება ააშენოს? მაგარი. პასუხი მაქვს. პასუხი არის ის, რომ თავის მეუღლე ინგლისურის პედაგოგია და აბიტურიენტებს აბსოლუტურად დანაზოგი ტიყი და ეგ მან კიდე მაგარი არის მამაჩუკა ესაა ძალიან მაგარი როგორ აღმოაჩნდა ეგ ყველას აღმოაჩნდა გარშემო მათ შორის მაქსიტესტის საბჭოში რომ რა ვიცი ყველა ნორმალური ხალხი სულ მაგას ვლაპარაკობთ რატო რაღაც მამაჩუკა რატო ჩვენ არ გვყავს ეგეთი არავის არ აქვს მარტო მაგათაც კარგი მამები უცებ მამაჩუკა დიდარი მამები კი დინარის ერთხარიც არის ბადრი ესებუა პოლიცია და კორუმპირებული მოსამართლე. როგორ უნდა გადავიყაროთ დინარის მეორე მხარეს ნავით ეს სამი ისე რომ ერთმანეთი არ დაჭაბონ. ესე იგი, აქ ხო არის? მაგარი ამოცანა, მოიცა მინდა ბადრი. ესე იგი, ბადრი ესებუა პოლიცია და კორუმპირებული მოსამართლე. ხო, ერთმანეთი არ დაჭაბონ. მარტივი პასუხია, სამივე ჩავსვათ ნავში და გადავიყავთ, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთს არ ერჩიან, იმიტომ რომ პოლიცია ბადრი ესებუას არის და მოსამართლე კიდე არავის არ ერჩის. პოლიცია მოსამართლე კორუმპირებულს არ არის ბევრი წვალება საჭირო. შენი აზრით რისი ყიდვა შეუძლია ერთლარად ჩინოვნიკს? პური, ერთი კოლოფი ასანთის, ერთჯერადი ცელოფნის, თუ თბილისთან ახლოს რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთის? დ. ხო, ეგა. როგორ არის? აქ სამი პასუხია სწორი. სამი, იმიტომ რომ ერთი კოლოფი ასანთი არის სწორი პასუხი, ერთჯერადი ცელოფანი და თბილისთან ახლოს მიწის ნაკვეთი. იმიტომ რომ პური გაзвით ლარდა 20 წელს პური გაзвით. მოკაია. ერთლარად. პურს ერთლარად. კაი, ერთი მაგ კიდე კლანის მოსამართლეების შედან უსაქმოდ. რას გააკეთებენ პირველ რიგში რომ ცოტა კაი ხასიათზე დადგნენ. პასუხი ძალიან მარტივია. უგულავას დაიჭერენ, რა უნდა გააკეთონ ერთი. მე გამოუშვებენ. მე დაიჭერენ. ეს ჰობია, ხო, უგულავას დაჭერა. ჰობია რა, ერთობია. მოდი დღეს ხوار დავიჭე, მოდი გავერთოთ რა, ხვალ დავიჭოთ, ეგეთი ჰობია არის კიდე. რა განსხვავებაა უცხიმო ხაჭოსსა და ოცნების მოსამართლეს შორის? არ ვიცი თქვი.
ხაჭოს 3 დღეში გაზდის ვადა და ოცნების მოსამართლე უვადოა. მიხდი ხო და სხვა დანარჩენი ემთხვევა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება უცხი მოხატვასაც არ შეუძლია და არც რა ვქნა თან ისეთია სასაცილო სატირალი რომ არ იყოს ეხლა ერთი რაღაცა მივაგენი გურული ხო ხარ გურული საიდან ხარ ჩოხატაურის რაიონიდან წარმოშობით ჩოხატაურის რაიონი მე ხლა აღმოვაჩინე ესე იგი ხო ჩვენ ყავს გამოძებელი ჟურნალისტთა გუნდი რომელმაც გამოიძია შენი ფესვები საიდან ხარ შთამომავალი და წინაპარი ვინ იყო შენ აღმოვაჩინეთ რომ შენ ხარ ცნობილი ფირალის და ტერორისტის სიმონა დოლიძის ძმის შვილთაშვილი ხო ეს კი ეგრეა ის თუ არის იმის ჩამომავალი მოჰამედის მე არ შეიძლება რომ იყო სიმონას მართლა ვიყო კი ესე იგი მინათესავე იყო შენი დიდი ბაბუის ძმა იყო კი ესე იგი რო აღმოაჩინე ესე 1908 წელს ბევრი რამე აქვს ჩადენილი ამ სიმონა დოლიძის ხო მონაწილეობდა ლიანდაგების აყრაში ძარცვავდა ბანკებს პოსტებს და მატარებლებს კი ბევრი რაღაცები აქვს ჩადენ მრავალი ჯაშუში ყავს მოკვლული კი მათო და მოკაოლი ანუ პოლიციის უფროსი ო კი ურიადნიკი თუ რა ქვია მაგრამ რა არის იცი რატო არიან რომ აი მაგალითად გურულები ყოველთვის მიდიან ანუ გურულების აი ეს ჰობი არის ჰობი რა ანუ ძირითადად ახლა გურიაში ჩახვალ აი პოლიტიკაზე რო არის საუბრონ ნუ ის დღე-დღეთ არ ითვლება მიხვდი ხო არის ესე ზუსტად ეგრეა ხო და რატო აი მაგალითად რატო არიან მაგალითად ძალიან დაინტერესებს მაგალითად მე ქართველი ვარ ძალიან შეიძლება იშვიათად ილაპარაკონ შეიძლება პოლიტიკას აი გურულები აი აქტიურად და აი მაშიც არის მებებია ილიკო და ილარიონში ეკარგად რომ განიხილა გლობალურ პოლიტიკას ხო გახსოვს უეჭველი სადღაც გურიის ბირჟაზე შეხედა და ბაიდენის და პუტინის შეხვედრა არჩევენ და სხვადასხვა ძალიან მაგრა არჩევენ ალბათ პუტინმა უთხრა იგი არ გამო ახლა კი ეგრე ძალიან მაგარია თან გურიდან ხო მოდის ყველაზე მეტი აჯანყებები ყოველ ისტორიაში რომ ნახავ ეხლა სიმონა დოლიძეც უმაგაში მონაწილეობდა ხო აჯანყებებში ძალიან სულ აჯანყებებში იყვნენ და მე მგონია რომ კერდა დაწერილიაც ამაზე რომ ეგ იმიტომ ხდება რომ ჯერჯერობით გურია ყოველთვის იყო ღარიბი. ეხაც ყველაზე ღარიბია. ყველაზე ღარიბი რაიონია მართლა. ხო, ანუ მიწათმოქმედება იქ კარგად არ მუშაობს, არის მთაგორიანი, მესაქონლეობას დიდად არ არის, ხო იცი ესეთი გურიის მთებს როგორც არის განალაქტიონში და აქედან გამომდინარე, ნუ ძალიან ღარიბია რა. თავარი კერძი რა არის? ლობიო და ჭადი. დიდი დელიკატესია ეხა ეგეც და. კი, მართალია. ხო, ეგ მოდის, მაგრამ თან არიან ძალიან განათლებულები. კი ბატონო, მაგაშიც გეთანხმები. კი, პირველი რესპუბლიკის დროს იქ იყო ყველაზე მეტი სკოლა და ეგრე არის, რომ განათლება და სიღარიბე ერთად. არის აჯანყების რეცეპტი. აი, ძალიან გენიალურია. განათლება და სიღარიბე ერთად, ხო? არის მაგარი პრობლემური. კი, ძალიან ცუდი რეცეპტი არ არის ისეთი. კი. და ეგ არის აჯანყების პირველი რეცეპტი. კი, თუ გაჭირებული ხარ და განათლება არ აქვს რაღაცების ვერ ფიქრობ, ვერ აანალიზებ. თუ განათლება და ხარ და კარგად ახარ, ნუ დიდარი ხარ, დიდად არ გაწუხებს რამე და ეს ორი ერთად არის კოქტეილი პრობლემების. ამიტომ ყოველთვის გურიდან მოდიოდა ხოლმე. გურიდან მოდიოდა ხოლმე. კი, იმიტომ რომ ეხა მაგალითად გაუნათლებელი და აჯანყება ცოტა რთული ის არის, ხო? იმიტომ რომ იქ აუცილებლად ერთი განათლებული თავში მოექცევა და ის მართავს პროცესებს. ის მერე ქოქავს პროცესებს, კი, ეგრე. ხოდავს ესე რომ ვთქვა რა. ესე იგი ძალიან სასიამოვნო იყო შენთან. ასევე. მე წარმატებებს გუსურვებ, გულშემატკივრო. მადლობა დიდი. და დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემ განაცემაში. ანა დოლიძე იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. მადლობა.